გამარჯობათ, ქალბატონო თადული. მადლობა მოგზაურობთ. როგორ გძანდებით, დღეს ძალიან კარგი მისიით მოვედით თქვენთან, ლიტერატურულ თეატრს თქვენ იცით, რომ აქვს ძალიან კარგი პროექტი, როცა ერთმანეთს ჭირდებით. და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი გმირი ბრძანდებით და გვინდა რომ ხარაგაულელ მსმენელს, მაყურებელს, თქვენზე შეყვარებულ ადამიანებს თქვენი თავის სიყვარულით კიდევ ერთხელ გავახსენოთ და თქვენც გაიხსენოთ თქვენი წარსულის ძალიან ლამაზი, ნაყოფიერი და საქმიანი წლები. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მომწონს თქვენი პროექტები. ჭიდურები შემოსხდარა ხეზე და ღელეში ჩოხატულარ შენ ყოველთვის გამწრალი ხარ ჩემზე მეგიშნამ ბოხრა მინდა შენთან შენ ყოველთვის გამწრალი ხარ ჩემზე ძნელი ესაუბარი მოგონებები ძალიან ბევრია. რაც შეეხება ჩემს განვლილ ცხოვრებას, მე პირველად მუშაობა დავიწყე პირველ საბავშვო ბაღში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ და 5 წელი ვიმუშავე პირველ საბავშვო ბაღში. ძალიან თბილი და ტკბილი გარემო დამახვედრა ქალბატონმა ეთერი კიგნაძემ. თქვენ გემახსოვრებათ ალბათ ეს ქალი იყო დიდი ლეგენდა, დიდი პიროვნება. მან შემაყვარა ბავშვი და შემიყვანა იმ სულიერ სამყაროში, რასაც სკოლამდელი აღზრდა ჰქვია. ჩემი აღზრდილები დღეს ძალიან ლამაზად, ტკბილად მიგონებენ და ხვდები მაშინდელ განათლების განყოფილებაში შეიქმნა ასეთი შტატის სკოლამდელი აღზრდის ინსპექტორ მეთოდისტი. და იყო რა ჩემი მუშაობა შესწავლილი საბავშვო ბაღში, სამართლომ დააყენა ეს წინადადება, რომ ამ შტატზე აუცილებლად ჩემი კანდიდატურა უნდა ყოფილიყო და 68 წლიდან მე უკვე განათლების განყოფილებაში ვმუშაობ. და თქვათ ერთი რამ, რომ ჩემი მუშაობის დაწყებიდან ამ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი არსებობდა ხარაგაულში. და უკვე მთავრობის დადგენილება გამოიცა 72 წელს, რომ უნდა გაიზარდოს ქსელი, სკოლამდელ დაწესებულების ქსელი ყველგან რეგიონებში და ჩვენ ამ კამპანიაში ჩავერთეთ ძალიან აქტიურად და უკვე 1980 წლისათვის ერთი საბავშვო ბაღიდან 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა. იზრდებოდა, სოკოებით ამოდიოდა საბავშვო ბაღები. ძალიან წარმატებულ მუშაობას ვეწეოდით საბავშვო ბაღებში სასწავლო-სამგზელო მუშაობის მიზნით. 6 წელი ხელმძღვანელობდი ამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს. და რა ვიცი, ვინ მოთვლის, რამდენი ღონისძიება, რამდენი კარგი დღეები, რამდენი ინტელექტუალური საკითხები დასმულა და გაკეთებულა. მარტო ის რა ღირდა, ჩემის აზრით, რომ ჩვენი პატარები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ორჯერ წარსდნენ თავიანთი შემოქმედებით და დიდი მოწონება დაიმსახურეს და დღესაც კურსში მაქვს ჩემი ნათია მეტრევლის სიმღერა, როდესაც დაამთავრა, რომ პატარებო დაიძინეთ, ნანა არ იქნება ომი, არა და მთელი დარბაზი ტიროდა ამ სიმღერაზე. გარკვეული წლები მე მუშაობდი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში. მე ხელმძღვანელობდი მხატვრული კითხვის წრეს. ჩვენი ბავშვები სხვათა შორის კონკურსებში ღებულობდა მონაწილეობას და წარმატებულები სიგელებით და დიპლომებით ბრუნდებოდნენ ყოველთვის. მე შევქმნით ბავშვთა თოჯინური თეატრი. და ამანაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ბავშვებისთვის გონებრივი უნარები, ინტელექტუალური უნარები, სწორი მეტყველება, მხატვრული კითხვა, მე თვითონ ძალიან მიყვარდა ეს მხატვრული კითხვა და ბავშვებსაც ვაძლევდი ამის მაგალითს. თოჯინების თეატრში შეიქმნა რამდენიმე სპექტაკლი. ალალმეო, დალალმეო, ნაცარას თავგადასავალი, წითელ ქუდა,
მგელი და კრავი, რა ვიცი, ძალიან ბევრი სპექტაკლები შევქმნით და ძალიან ბავშვები ძალიან კარგად ართმევდნენ თავს. თუჯინებთან მუშაობა ძალიან ძნელია, ხელთან დაკავშირებით თან უნდა იმეთყველოს, თან ხელით უნდა ამოძრაოს თუჯინა და ამას ყველაფერს კარგად ართმევდნენ თავს. ჩემს ახალგაზრდობაში იყო ასეთი რა ქვია კულტურის სახლთან არსებული სიმღერის გუნდი, სადაც მე მონაწილეობდი. საერთოდ ჩემი ოცნება, ჩემი ცხოვრება, ჩემი ჰობი იყო სიმღერა, მუსიკა და ხელოვნება. ეს ძალიან მიყვარდა და ყოველთვის ვიყავი ამ საქმეში ჩართული. აქაც ინსტიტუტშიდაც და ყველგან. მე გავიხსენებ ახლა თუ ძალიან ისეთი არ იქნება, რა ვიცი, ჩვენ პროფესიონალები არა ვართ, მაგრამ მოყვარულის დონებზე მოუხმობ ჩემ დათოს და ვიმღერებთ პატარაც წავიღიღინებთ ერთი სიტყვით. ასაკი რომ ახლოვდება ახლოვდება გული დადარადიანდება რატომ მოდის ასესება რატომ არ აგვიანდება რატომ მოდის ასესება რატომ არ აგვიანდება ისე მოვედი ამ ქვეყანაზე ამ ქვეყანაზე როგორც მოვედი როგორც მოგოსანი ჩათოდა ჩვენი ცხოვრება ჩათოდა ჩემი გრიალოსანი თბილისის ქუჩებს შემოუბერავს დეკემბრის ქარი სეფაფრინდა ჩვენი ცხოვრება უკან მოხედვაც ვერ მოასწარი ისე დავთანდა ჩემი ცხოვრება უკან მოხედვაც ვერ მოასწარი ჩემი ეს სიბერის წლები დაამშვენა ჩემმა ანამ და დათომ ესენი არიან ჩემი ცხოვრების დიდი იმედი, ჩემი სული და გული ჩემი პატარები, ჩემი დემეტრე და ჩემი ელენე კიდე ჩემი სიბერის ყვავილები არიან მე მათთვის ცოცხლობ და მათით თენდება ჩემი დილა და იწყება და მთავრდება ესენი ძალიან ყურადღებიანი ბავშვები არიან. ანა მაჩუკა დათოს სახით ძალიან კარგი შვილი, ანა ჩემი შვილია და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ანაზე მე გარკვეული წვლილი მიმიწვეს მის სწავლა აღზრდის განმავლობაში და დამიფარსა და დღეს იგი ჩემი, რა ვიცი, ყველაფერია, ჩემი სული და გულია, ჩემი სხეულის ნაწილია და ესე ცოცხლოდ იწყება ჩვენი ცხოვრება ერთად და მოვდივართ და სიყვარული, ერთმანეთის სიყვარული. მე მახსენდება ეს დუმბაძის სიტყვები, რომ არის სიყვარულზე ისე არ წავიდე ამ ქვეყნად მურტალო ამბობს, რომ სიყვარული არ გამომეცა და უბედურია ის ადამიანი, რომელიც ვერ გამოცდის ამ სიყვარულს, სიყვარული დიდი ნიჭია. რა ვიცი, მიყვარს ეს ბავშვები, მიყვარს ხარაგაული, მიყვარხართ თქვენ სუყალანი და ძალიან ვამაყობ იმით, რომ ხარაგაულელი ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება თითქმის აქ აეწყო და რა ვიცი, არც ტყუილად არ მიცხოვრია. დავბერდი არა, ჩემს ლექსთა ფერებს დაკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს სულზე უტკბესო. ნამდვილად არ დაბერდება, ნამდვილი სიყვარული. მე ყველა მიყვარს, თქვენ მიყვარხართ, ხარაგაული მიყვარს და მინდა რომ თქვენ ძალიან კარგად იყოთ და ბედნიერად იცხოვროთ ამ ჩვენს ქვეყანაში. ზეცა იმურა ქალის გულივი მალე ზამოვაწვი მადათქეში
არ მეთქვა ჩემს გულში